ხო არ მეშობა. ჩვენ ხო კარგად ვუსვით ერთმანეთს. მაშინ ერთი მე ამიხსენით რა, როცა ირაკლი ოქრაშვილი ეგეთ განცხადებას აკეთებდა თქვენი პარტიის ლიდერი. მე იმ დროს ვეთანხმები და ეხლაც დავეთანხმები ყველას ვიცმა გასაგებია. რომ მე 31 იანვარს თუ დეკემბერს ახალ წელს შევხვდები ცხინვალში როგორ რა ომზავიწყებ ხო ომს არა იმით შევიდოდა რა ქვია სოციალ ჩამოვიდეთ უკეთოთ უკეთოთ ბატონია რა არა მაგას ხო უკეთოთ ინტერპრეტაციას როგორ შედიოდა იმით რა ქვია ეს კითხეთ პირადად როცა შეხვდეთ რა მაგას კითხეთ არ მინდა რა ამ თემაზე საუბარი და შეიძლება ლაპარაკი რა როცა ისიც რა შეეხოთ მე მოდით რა ყოველთვის სიმართლე ლაპარაკობთ ყოველთვის ლაპარაკობთ სიმართლე დიახ თქვენ ვეთანხმები იმ ლიდერს მე არ ვეთანხმები თქო ვეთანხმები დიახ როცა აღარაფერი აღარ გაჭრის და ყველაფერი რა მოიწურება უნდა შეაკვდა ინტერესს აი ეს არის და ეს თქვა იმ კაცს და ვეთანხმები და თქვენ ახლა მაგ არ ეთანხმებით და ვერ ვაკეთებ თქვენ კაცო შეკითხვა ბატონო რამდენი მეტი ხელისუფლების თქვენს აბზანდებოდით იმ კაცრავად რა შეკითხვა ბატონო თუ შეიძლება გავხსენოთ თუ შეიძლება რა მე თვითონ ბატონია თქვენ ხელისუფლების ხავი მე იყვიყავ ერთი კოლეგა ერთად ნახეთ იქალა ეთყობა რა კონგრესში ამოწინოთ რა ეკრემებარება რო იქ იყვნენ რა უკაცრავად ბატონოგია თქვენ ბძანეთ რომ უნდა შეაკვდან ტერს ამაზე დავასრულებ კონტექსტიდან მე ვიზახი თუ ამასურა ყველა შესაძლებლობა დიპლომატიურ პოლიტიკურ ისეც ასეთ ყველა სახალხო დიპლომატია ყველაფერს მოუწოდა მე არ მომხრევ არ შევეგუები არანაირ ტერიტორიულ მკვლელობის დაკარგვას მე რა იქ მოგუდა რა საქართველოს საერთოდ დაიძინეს საქართველოს ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე რომ მას დემაგოგია არა ჯობია თქვენი გაანძურე რა გაანძრიათო გითხარ დიპლომატიას მაგაზე უნდა სახალხო დიპლომატიას რომ მოიშოლიო მაგაზე არის გარდაუვალეობები როდესაც ვეაცდები ბატონოგია მაქვს შეკითხვა რომელიც არც თქვენ დამასრულებინე და არც ბატონმა გიამ კი ბატონო საქართველოში ალბათ ძალიან ბევრი დაგეთანხმებათ მაგაში რომ უნდა შეაკვდან ტერს და ბევრი ქართველი ამას გააკეთებს. ოღონდ მანამდე ყველაფერი. უკაცრავად მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ქართველი ამას გააკეთებს. რამდენიმე ასეული გმირი ჯარისკაცის გარდა ვის ქონდა სურვილი მე არ დამინახავს უკაცრავად ეს ჩემს სუბიექტური რამდენიმე ასეული ჯარისკაცი. გმირი ჯარისკაცის გარდა 12000 კაცია დამასრულებელი ბატონებია შეკითხვა ხო თქვენ თუ ასეთი ასუხობ რა უკაცრავად თქვენ თუ ასეთი ტაქტიკა გაქვთ რომ შეკითხვა ჩამიჭრათ შუაში დამასრულებელი რამდენიმე ასეული კაცია მე 12000 კაცი უკაცრავად ხო აგვისტოს მოვლენებს რამდენიმე ასეული გმირი ჯარისკაცის გარდა ვინც ამ სიტყვის პირდაპირ გაგებს შეაკვდან ტერს ვის შეატყვეთ თქვენ სურვილი დანარჩენებსაც შევალთ პოლიტიკურ ელიტას უკან დახევა თუ არ ნიშნავს ცოცხალ დარჩენა არ ნიშნავს ცოცხალ არ იყო რატომ არ შევაკვდით ჯარისკაცებს შევაკვდით ნუ მე ჯარისკაცებს გამოგაგრას იქიდან რა ეგრე იყო ყოფის მიყენება ბატონოგია რატომ არ გამორბედა უკან იხევდა ჯარისკაცების გარდა რატომ არავინ არ შევაკვდით მტერს მაგალითად თქვენ რატომ არ შევაკვდით მტერს მე რომის უკაცრავად ჩავარდა და ჩაფლავდა აი მიერულზე მე ბატონოგია თუ შეიძლება არც ჩამოვაყარდეთ გისურვებთ დიდხანს სიცოცხლე ხელი გულით რატომ არ შეაკვდით პირადად თქვენ ტერს მე ვიყავი ორ ომში ჩემ ბოლომში ბოლომში და ბოლოსინაში და იმის აგვისტოს ომში რატო არ შეაკვდით არა მე დიდხანს სიცოცხლე აბა რა გინდა რას მეკითხებ აფხაზეთის ომში რომ ჩემ მეგობრებო დააკვირდე მანაც მეცნობა მოგდა არ მოვყვი მე აბავიარე მინდა აფეთქდა დათოკიკნაზე მე სამეკაცი რა მე რა აფეთქდა მე გეკითხები თქვენი განცხადებიდან გამოვლენად
კითხვა არ არის კითხვა. მე გეკითხები კითხვა არ არის. რატომ არ შეაბდა მთელი ჯარი? რატომ გადაჭა სტანის ისომში ელექტრონები? ბატონო გია. რა ვიცი, ყველა დახუცილებით. რატომ გადაჭა? 300 ლარი რატომ შეაბდა? შეიძლება დავასრულო, შეიძლება მე აბსოლუტურად არაპროფესიონალი. არა, ბატონო გია, მე თქვენს დაბალი ხმის წემრი მაქვს, ამიტომ მაცალეთ რომ გადაფარვაზე არ მიმუშაო. გეთანხმებით რომ ეს არის აბსოლუტურად არაეთიკური კითხვა და მაქ არაპროფესიონალური, ამას ჟურნალისტების კი ცოცხლები არიან. უკაცრავად, ამას ჟურნალისტურ პროფესიასთან საერთოდ არაფერი არ აქვს გეთანხმებით, მაგრამ თქვენ ბრძანეთ რომ უკიდურეს შემთხვევაში ყველანი უნდა შევაკეთოთ მტერს. და ოპოზიცია არის მოღალატე, იმიტომ რომ არ მოგვიწოდებდა ყველაფერს შევაკეთეთ. აი მოძგით. აი ამას უკვე თქვენ ამატებთ. არა ბატონო გია, თქვენ ასეთ ვთქვით რომ თუ მეტი გზა არ არის, ყველა უნდა შევაკეთოთ მტერს. კი ბატონო, გეთანხმებით. ეს ჩემი პოზიციაა. თქვენ. ეს ჩემი პოზიციაა. ამიტომ როცა ბრძანებთ რაღაცას, ნუ გაგიკვირდებათ რომ ასე რა გამიკვირდება? სამი ომის მონაწილეობა. ხოდა მე რა უნდა გამიკვირდა? არ უნდა მაგსავლოთ მე. მე არ გასწავლეთ არა. სამი ომის მონაწილეობა. რას მაგსავლოთ? ომში იყო მონაწილე არა, მე ბოდიში მე გისურვებ, ისაციცოცხლეთ, მაგრამ როდესაც ასეთ განცხადებებს ჩააკეთებ არ მე გეკითხები, რატო გადარჩა ერეკლე მეფე, რომელიც იბრძოდა? ბატონო გია, უკაცრავად. ბატონო გია, მე წავალ ერეკლები, არა, ცუდი ანალოგიები მოხდა. არა, რა ქვია? ნებისმიერ რომში, ვინც შეჩნიათ რატო არის ცოცხლები და ყველა უნდა გაკეთოს. სხვა რა მეუბნება, მინო მეუბნება, სხვა რა გია ეს არავის არ ეპარება. მეორე გიმეორე ვიქაც გითხარი არ მეპარება, მაგრამ ნინო მეკითხება თუ ამბობ რომ როცა გამოსავალი არ არის, თავი უნდა შევაკლოთ, ნინო მეკითხება ბუნებრივი შეკითხვა. ეს მარტო ნინო შეკითხვა კი არა, ვინც უყურებს, ბევრს მე ვფიქრობ, მე ძალიან ბევრი გამოსავალი კიდე. გაჩენილი. გასაგები. და კიდე რა იქნება ომი? ბევრს გავასწრებ კიდე 50 წუთში 60 ხმეთმა დაიფაროს ესეანა მილიონები. არაფერი ახლა აღარ გასწრება. ლოგიში მოკოტრიალე ხალხი ნომისნავს მე კითხვას, რომელსაც იქით არ გაუხედია. არც აფხაზეთიდან, არც სამაჩაბლოს ომისკენ. და არც მეორე ბატონია ვასრულებ უკვე გადაცემას ბატონობა ამის დიფერენცირება შეგვიძლია ბატონო რა კითხვა რატო არ შეამგებ არა ბატონოგია რატო ამბობ იმას როდესაც ამოვსურავ ყველაფერს როცა ამოტურავ უნდა იომოს ქვეყანა ბატონოგია მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩეჩნეთმა აი ესე იომა ზუსტად არის ცოცხალი საფრთხე ბატონოგია თუ შეიძლება ნათქმევინეთ მე რომ ვასრულებ გადაცემას ბატონოგია თქვენგან გასხოვებით მე ვიქნები უფრო კორექტული და გეტყვით თქვენ მე სულელი მიწოდეთ პრაქტიკულად არა კი კითხვა შეიძლება იყოს სულელური მაგრამ მე გეტყვით ეს იყო არა უკაცრავად ეს იყო ზუსტად ისეთი კითხვა როგორი თქვენი საუბარი მოდით ასე ვთქვათ მე მაშინ უფრო კორექტულად გეტყვით რომ ეს არის დემაგოგია რასაც ახლა აი მაგის დემაგოგია. ვიცი გიბძოდა, იმათვის დემაგოგია არ არის. და როცა ახსენეთ რომ 300 კაცის გარდა რატო არ იყო და თქვენ რომ თulit რომ ესე იგი ვინც სოციალი გადარჩა, ისინი საკუმ არ მოყმენო. არა ბატონო, გამართულებინეთ გადაცემა ბოლოში სხვა გადაცემის თავარ თემასთან დაკავშირებით. ბატონო გუბას თქვენ არაერთხელ გაგიკეთებთ განცხადება იმის თაობაზე, სააკაშვილმა რომ დანიშნოს გაზაფხულზე არჩევნები ოპოზიციას მთლიანად ჩაქჩეხავს თუ რაღაც ეგეთი განცხადებები ქონდათ, ხო? ხო, ახლა პირობითი დანიშნოს ოპოზიცია წააგებს. ასე შემთხვევაში რატომ იმიტომ რომ გააყალბებს სააკაშვილი ადმინისტრირება მისი არის ისევ ამ პირობებში სააკაშვილმა ჩაატაროს, რა თქმა უნდა. აბა რატომ ითხოვს ოპოზიცია? ამ პირობებში მე არ ვითხობ ამას, გითხარით და ამიტომ არ მოვაწერე იმას. არ ვითხობ ჩვენ ამ პირობებში არჩევ, ნინო თუ შეიძლება ბოლოს ვიტყვი და მე დავამთავრებ თუ მე მინდა ვთხოვო სამივე ჩემს კოლეგა აქ მამაკაცებს რომ დამამთავრებინეთ სულ ორი წინადადება მინდა ვთქვა და ამით დავასრულებ მე ჩემს საქმეს ცოტა გულწრფელად გითხრათ ძალიან მძიმე განწყობაზე დავდექი ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის მოსმენა მით უმეტეს ახლა ამ ხმის რეგისტრში ვერ აყვებით ვერანაირად და ნინო სოლიდარობას გიცხადებ ვინაწილებ აი ამ რაღაცა უხერხულ სიტუაციას
ჩვენ არ ვიცხოვთ ახლა რიგ გარეშე არჩევნებს, ამიტომ ვინც ამას ამბობს და ვინც ამას იმეორებს, აბა რა, უბრალოდ ჩვენ ვითხოთ ხელისუფლების გადადგომას და მისი პირველი პირის გადადგომას. თუ ის არ გადადგება, ნინო, და ვიცით რომ დეკლარაციებით არ გადადგება, ჩვენ